დავიწყოთ. საღამოშვიდობისა. გამშვიდობისა. მადლობა პირველ რიგში ინტერვიუსთვის. მოკლედ ბევრი რამ ჩამოვწერე, იმიტომ რომ იმ ხელა ადამიანი ხართ, რომ არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო. კი, ეგრე. ჩემს თქვენს მიმართ გრძნობებზე შეიძლება რაღაც ეტაპზე გაგიმხილოთ, მაგრამ საუბარი მინდა დავიწყოთ მადლენით, ეკონტაქტებით, რომ გამოვიძახოთ ის მადლენი? მადლენი? ხო. ჩაჭველები მადლენასი? აბა ვინ არის მადლენი? ფესვებიდან. აუ, რა საწავიდა. ის რო გამოვიძახოთ რა განზომილებებში? მასთან კონტაქტზე ხართ იმ დროინდელ იასთან, რომელმაც მადლენი და შენ როგორც ჩანს, ესე იგი რაღაცა კვანტურ განზომილებებს ძალიან ემხრობი და კვანტურ ედიტინგებს და ასე შემდეგ. არა ვარ იმ მადლენთან არანაირ კავშირში. არა, უნდა ვიყო? არა, არ ვიცი. რა კუთხით უნდა ვიყო იქნებ მიმახვედრო და გაიხსნება ჩემი წარმოსახვა. მადლენმა ითამაშა საკულტო ფილმში. ამისი გააზრებაც ხო რაღაც ეტაპზე მოვიდოდა თქვენთან. მადლენმა თუ იამ ითამაშა? იამ მადლენი. იამ მადლენი ითამაშა და არაერთხელ მაქვს მოყოლილი ეს ისტორია თუ როგორ მოხდი ამ ფილმში და საერთოდ რა ტანჯვა გადავიტანე ამ ფილმის გამო. იმიტომ რომ ჩემი პირველი მეუღლე, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, რომ თეატრალში სწავლობდა მისი საცოლე, როდესაც გავხდი მისი ცოლი, დაიწყო ჩემი დევნა, რომ არც ერთ ფილმში არ მეთამაშა. და გამოჩნდა ერთი ძალიან მაგარი ქალბატონი, ირა ბილანიშვილი, რომელიც იმ დროში მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად და იყო მხატვარ რევაზ მირზაშვილის ჩუბჩიკას მამის ცოლი იყო. და მოვიდა ირა და თქვა ადრე ერთ ფილმში ქონდა ნამუშევარი უკვე ინტერნატის ფილმში, ისეთი კაი როლიაოია, ისეთი კაი და ის ზუსტად საშენო არისო და თან ისე გემხარო იმ ფრანგ მსახიობსო და ითამ მეოთხარი არ მიშვებს, ჩემი ქმარი არ მიშვებს და მეოთხარი თუ ღამე იქნება გადაღებები, მეოთხარი მე შემიძლია ამ ჩემ ქმარს გამოვექცე, ღამე ვუთხავით რომ დედაჩემთან ვრჩები და ღამე გადავიღო. ეს ღამის გადაღებები ფილმში მაგიტომ არის კი. იცი უფრო რა მინდოდა რომ მე თქვა? ეხლა მე თერაპიას გავდივარ მე რამდენად. ხო და ეს არ მინდა რომ იყოს. ის რომ როდესაც ია ფარულავა მიხვდა რომ ეს იყო საკულტო ფილმი და ამ საკულტო ფილმში ეს როლი. აი ეს რა შეგრძნება არის. იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ფესვები, მრავალჯერ მინახავს და არის ეპიზოდები ფილმში რომ გადაახტები და მე ფესვებს ვერ ვტოვებ ვერცერთ ეპიზოდს. განსაკუთრებით ის კოლგის სცენა, კოლგით რო დგანან ეს ოდესაც ჩამოაქვს ბაბუის ნეშტი ფერფლი. თავიდანვე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ამ ფილმმა ჩემი სხვა ფილმებისგან განსხვავებით და ვიგრძენი რომ რაღაცა ძალიან სერიოზულში მივიღე მონაწილეობა და რომ ქალბატონი ირა მართალი იყო ეს ფილმი მე არ უნდა გამომეტოვა. შემდეგ უკვე ყოველთვის აი უფრო ემიგრანტებისგან მოდიოდა აი ეს შეგრძნებოდა ემიგრანტებში ძალიან მოდაში იყო ეს ფილმი და დღემდე უყურებენ საქართველოსდან წასულები და ეს რაღაცა ნოსტალგიას იწვევს და ნოსტალგია მოგეხსენებათ ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესი შეგრძნება არის რომელსაც მართლა მე მაქვს გამოცდილი და ეს საშინელება იყო თან ისეთ პერიოდში მაქვს გამოცდილი როდესაც არც ინტერნეტი იყო არც სოციალური მედია იყო არც WhatsApp-ი, Viber-ი, სიგნალი და ზარი ღირდა 2:50 ამერიკიდან თბილისში. და აი ესეთი ნოსტალგია ეს იყო დღევანდელი ნოსტალგია რა ნოსტალგია. ამიტომ იმ პერიოდის ემიგრანტებისთვის იმ პერიოდი იყო მალამოთ ეს ფილმი ასე ვთქვათ და ეხლა მეც მიყვარს ყურება ამ ფილმის. აი იმ ტაძრის ეპიზოდში საიდანაც გამოდიან ქორწინება რო შედგება, უკან დგას დედაჩემი რომელიც ჩამომყვა გადაღებებზე ბათუმში და უკან არ იყო მსახიობი და დააყენა რეჟისორმა მგელაძემ უკან. კიდევ იმითი არის ჩემთვის საინტერესო და საყვარელი რომ ბათუმში ერთად ვიმგზავრეთ მე დედაჩემმა და ლევანმა აბაშიძემ და ლევანმა ძალიან კაი ფოტოები გადამიღო და დღემდე მაქვს ის ფოტოები შენახული ოღონდ ეხა არ მითხრა სადამ მაქვს შეიძლება ბიბლიოთეკაში იყოს ბიბლიოთეკამ წაიღო ჩემი ფოტოების თელი სიემ რომ ეხა მე ბინაში გადავედი და ის ფოტოები არ მაქვს თან. თქვენ თავად ახსენეთ თქვენი პირველი მეუღლე. და ია ფარულავა ძალიან მთელი თქვენი ამ ცხოვრების განმავლობაში, კარიერული გზის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში რაც საზოგადოება მიცის, ძალიან ბევრ, ძალიან აქტუალურ და საინტერესო კაცს უყვარდით. კერძოდ ვის? კერძოდ
მე ვერ ვიტყვი რომ ეს საინტერესო მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს კაცები ამბობდნენ რომ თქვენ ძალიან უყვარდით ბევრს ვაიმე რომელი ერთი დამისახელი მეც ვიც მაინტერესებს სია ვიცოდე აი ნუ თუ არ ყოფილა ნასტები კითხვა ესეთი მქონდა თქვენ თუ რომელიმე გიყვარდათ თქონა მე რა თქმა უნდა ну ჩემი არტისტული ბუნებიდან, ემოციური ბუნებიდან, ჩემი ცეცხლოვანი ბუნებიდან გამომდინარე, ვიყავი ძალიან არ ვიცი ქართულად ეს სიტყვა, მაგრამ ვლუბჩივაი რუსულად, ანუ მიყვარდებოდა, ესე იგი გატაცება მქონდა მეჯერა რაღაცა ესეთი სიყვარულის და მე რა თქმა უნდა რომ ესეთი სიყვარულები ძალიან ხშირად ქრებოდნენ. ალბათ ამის დასტურიც არის, რომ ჩემი 4 ნახევარი ქმრის ამბავიც, ხო? ხო და ნუ რა ვქნა ესეთი ვიყავი ესეც რაღაცა გაკვეთილი იყო ჩემთვის სასწავლებელი და ნუ ჩემ ცხოვრებაში მე მიყვარდა ნამდვილად მიყვარდა ძალიან მიყვარდა 1 2 ადამიანი შეიძლება მესამეც მაგრამ არ დავასახელებ არც მეორეც არ დავასახელებ არც პირველსაც არ დავასახელებ მაგრამ თქვენ თუ ჩამეკითხებით მე პრობლემა არ არის არა უბრალოდ მაინტერესებდა იას თუ უყვარდა იმიტომ რომ თქვენ ყოველთვის ყველა ეტაპზე ძალიან ლამაზი ქალი იყავით ახლაც ფანტასტიკური ქალი ხართ და ეგეთი მარტივი არ არის ლამაზი ქალის ცხოვრება ძალიან რთული არის ამან და სილამაზის მიღმა თვითონ შინაარსი და თქვენი კარიერაც ამნიშნულოვანია, თუმცა მხოლოდ აი ამ ნაწილში რომ დავრჩეთ, რა წაართვა ია ფარულავას? ესე იგი, მოდი განვიხილოთ ცხოვრება უფრო რეინკარნაციული მხრიდან და ვთქვათ, რომ გასაგებია რომ ქრისტიანობაში, ადრეულ ქრისტიანობაში იყო რეინკარნაცია და მე ამოიღეს და რაღაცა ამასე აღარ გავყვები. თითოეული ჩვენი ცხოვრება და შემდეგი ჩვენი ცხოვრება, რომელიც იქნება ერთგვარი გამოცდა, ხო? რამოდენიმე რეინკარნაციაში უნდა გავიდო. ეს ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის, იმიტომ რომ მე ვერ ვიტყოდი რომ პირად ცხოვრებაში გამიმართლა, დიდად არც კარიერაში არ გამიმართლა, ამას ცხადყოფს ჩემი ჰოლივუდური წლები, იქ რაღაცა არ შემდგარი რაღაც როლები, არ შემდგარი რაღაც კარიერა, ყველაფერი რაც გავიარე, აბსოლუტურად საჭირო იყო იმისთვის, რომ მე ჩამოყალიბებულიყავი იმ პიროვნებად, რომელი პიროვნებაც ვარ ეხლა, თავისი სიძლიერით, თავისი სისუსტეების ჩაჩქმალვით, თავისი ჩრდილი მხარის გაძლიერებით, აი shadow part მასთან დამეგობრებით და საერთოდ ყველაფრით, იმიტომ რომ არა ჩემი ისტორია, პირადი ისტორია, მე ვერ ვიქნებოდი ის ვინც ვარ და არაფერს არ ვნახე. რახან თქვენ თავად ახსენეთ რეინკარნაცია, ეს გამოცდილება მომდევნო ცხოვრებაში გაგყვებათ? აი მე არ ვიცი, მე ჯერ არ დამისრულებია ეს ცხოვრება და უნდა ვნახოთ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი და რა ისტორიები მოხდება კიდე. ყოველ შემთხვევაში აი ხა რო საუბრობენ ახლა იცი რა არის 30 წლის წინ ამაზე საუბრობდით ოღონდ სამსახიობო ტექნიკის კონტექსტში რომ აი უმაღლესი მე დაბალი მე მაღალი მე ისა ნუ ამაზე წიგნიც მაქვს დაწერილი და ეხა უკვე ამაზე ლაპარაკობს დაილოცოს TikTok-ი და ინტერნეტი ყოველი მეორე მესამე ვისაც არ ეზარება ხო მე ამ თემაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ იმიტომ რომ ეს უკვე წარსულია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მე უკვე გამიზნულად შემიძლია მიმყოფებოდე ყოველთვის ჩემს უმაღლეს მეში. აი როგორც გინდა გაიგებ. ანუ ის რომ უმაღლეს მეში ხართ ეს ჩანს კიდევაც. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვხედავ. კარგია რომ ჩანს, მადლობა. ეს უმაღლეს მეში ყოფნა მოიცავს მთელ რიგ გარდა იმისა რომ ვარჯიშებია და ეს მე ვიცი და რაღაცა ცხოვრებაში ხონა გამოიყენო მარტო ვარჯიშის დონეზე ხო არ დარჩები და სამსახიობო ტექნიკის დონეზე. აი ამ უმაღლეს მეში გადასვლის პერიოდში შეიცვალა ჩემი ურთიერთობები ადამიანებთან. აი ხა ძალიან ბევრს უკვე მესამე თვალი ეხსნება, უკვე ამაზე ყველამნი ვლაპარაკობთ ღიად. აგერ უცხო პლანეტელები თავს დაგვფარფატებენ და უკვე იმაზე არის ლაპარაკი რომ უცხო პლანეტელია ეხა ის AI ატლასი თუ არა მაგაზე აღარ ლაპარაკობენ რომელი galaktikიდან არის უკვე არის საკითხი დასმული ასე რომელი ფედერაცია თუ რომელი კონფედერაცია თუ რაღაცა ეს არის ძალიან საინტერესო და მაღალ სიხშირეებში რომ იმყოფებოდე მაღალ სიხშირეებში შესაბამისად შენ უკვე აღარ განგრევს არაფერი საერთოდ რაც შენს გარშემო ხდება აი ეს დამპალი ჩამპალი პოლიტიკური მდგომარეობა ის ვიღაცა ადამიანის სიძულვილი რაღაცა განხილვები აღარ გაინტერესებს არ ჭორი არაფერი აი ხარ სულ აი ესეთ ამაღელვებელ მდგომარეობაში და
არა და მე ვიყავი ცნობილი როგორც საშინელი ენის პატრონი, კონფლიქტური, ვაიმე ჩემთან ურთიერთობა ხალხს ეზიზღებოდა, იმიტომ რომ ვინც მუშაობდა ჩემთან ერთად, არა ერთხელ გეტყვის იგივე თქვა მიკროფონის დამაგრებელი თუ ოპერატორი, რომ პატარა ფეთქებადი ისა. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. გაქრა, გაიარა ამ ეკლებმა? ამ ეკლებმა გაიარა. აუცილებლად. უმაღლეს მემდე ვიდრე მიხვალ არ იფლითები, არ ფლეთ შენს დაფლეთილი ხარ, აბარა. დაფლეთილი ხარ, შენივე თავის გამო ხარ დაფლეთილი, შენივე აზროვნების გამო, შენივე პრობლემების, შინაგანი პრობლემების გამო და იცი რაღაც ეჭვობს საკუთარ თავთან. ამ ყველაფრის გამო, მაგრამ თუ ეს არ გაიარე, თუ ეს გამოცდა არ გაიარე და შენ არ გამთლიანდი, რა არის? არა, ფსიქოთერაპიისაც და ნებისმიერი სხვა თერაპიის უმთავრესი ნიშანი და უმთავრესი მისია გამთლიანება პიროვნული, რომ შენ გამთლიანო შენი ჩრდილიც და შენი სინათლეც, იმიტომ რომ ჩვენში ხომ არის ჩაბუდებული ეს არქეტიპების ენაზე თუ ვისაუბრებთ, ძალიან ბევრი ბოროტი, სიბოროტე, შური, ესა, რაც მოყვება ვთქვათ ჩვენ პიროვნებას ეს ჩვენ ჩრდილს. უნებრივიც არის, ისე შეუძლებელია იყოს ყველა. უნდა იყოს. მაგრამ, როდესაც უმაღლეს მეში ვყოფები, შენ როგორ გითხრა იცი? ვერავინ ვეღარ განგრევს. ის რომ მოდი შენ დასანგრევად, ის თვითონ ისხლიტება შენგან, გადის შენგან. აი როგორ გითხრა? რაღაცა საოცარი ნირვანა მდგომარეობა და თუ ესე გაგრძელდა ძალიან კაი, თუ არა და ეხლა თუ ფსიქიატრში მოხვდები, that's okay too. არა, მე მგონი ფსიქიატრში ცოტა ადრე უნდა მოხვდარიყავი, ეხლა უკვე ძალიან გვიანია. ფსიქიატრში ვცხოვრო. კი, ცხადია. ამ გზაზე ხარ, რასაც თქვენ ამბობთ, ფაქტია, რომ ბევრი ადამიანი სხვათან აკუწებიდან აწყობილიც შემოიტოვეთ. ამან გამოათავისუფლა ალბათ ის დამძიმებული აურა, ხო, რამ აუცილებლად. თან მე ვარ ძალიან ემპათიური და მე, როდესაც აი მაგალითად ადამიანთან ვარ ურთიერთობაში, აი შევიგრძნობ რა ხდება იმის ორგანიზმში, აი რაღაცა, ნუ ეს ემპათიური ვარ საშინლად, რას განიცდის, რას ფიქრობს, აი დაჟე შემიძლია ისაც კი დავინახო ძალიან განვითარებული, მაგ წარმოსახვა მადლობა ამ ჩეხოვის მეთოდს, რომ აი დილით რა ჭამა ვთქვათ, როგორ იყო, რამდენი აქვს ვიტამინ D მაგალითად და D მთავარია, ხო იცი, მე ვიტამინ D-ს ისა მოციქული. შენ ვიტამინ D ცოტა დაბალი გაქვს. ანუ მე შეიძლება შენ ფიქრობ ერთი 20-მდე გექნება. დაბალი მაქვს კი. იმიტომ რომ არ სვავ ვიტამინ D-ს. ვიტამინ D-ს არ სვავ. სამაგეროდ მზის აბასანები მიყვარს. არ გიშველის. არა, ხო? იცი, აფრიკაში არის ერთი ტომი, სადაც აფრიკა და მზე ხო იცით რა არის და იმათ ქრონიკულად დაბალი D აქვს. ეს არ არის მარტო მზის დამსახურება. ნებისმიერ ჩვენთაგანმა უნდა დავლიოთ ვიტამინ D დღეში 5000 მაინც. აი როგორც გინდა ისე გაიგე. არა, სწორად მესმის, იმიტომ რომ ერთი პერიოდი D ვიტამინის ნაკლებობას ვუმკურნალე და მივხვდი, რომ ჩემგან პატარა მონსტრები განიდევდნენ და ეს მე რო შენ შეხვდი წეღან, კი, მე რო შენ შეხვდი წეღან, უბრალოდ ჩემთავს აღარ მივეცი უფლება ლიფტში, უნდა მეთქვა დეგაკ დაბალი მეთქი და მე რო ვიფიქრე, აი მე რა გავიწყალა საქმე, ეხაც ადამიანი მწერს მაგალითად. აი ცნობილი ბიჭია სხვათა შორის, რომელსაც პირდაპირ დაუდგინდა ფსიქიატრიული აშლილობა და ჰქონდა რაღაც სუიციდიც კი იყო მის ცხოვრებაში და აი ეს შემთხვევით შევხვდით რაღაც შეხვედრაზე და ნუ ხა ქრონიკულად სოფლიოში ყველას დაბალი აქვს D. რატო არ ლაპარაკობენ ვიტამინ D-ს? ვიტამინ D-ს აუცილებლობაზე ჩვენი ექიმები ესაც ერთგვარი ჰიბრიდული ომის ნაწილი უნდა იყოს, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ შენ როცა D მაღალი გაქვს, შენი ბრძოლის უნარიანობაც მაღალია, შენ არ გინა ლოგიში კოტრიალი, შენ არ გეზარება რაღაცები და შენ ბრძოლის უნარიანობა გამომატებული და ვის უნდა საქართველოში ბრძოლის უნარიანი რო იყო? არავის. აი რომ გამოდის ერთ-ერთი ექიმი მაგალითად თელია უნდა უთხრა რომ არ სდალიოთ ვიტამინ D, საშიშია თუ რაღაცა. მინდა უთხრა თელიას რომ ამ რიტორიკას შეეშვას. ჯერ ესეთი არ დალიო რა, ყველას დაბალი აქვს. ყველას.
და მე ისეთი кейსები მაქვს 3 წლის განმავლობაში ამას ვღაღადებ. არც ერთი კომპანიის წარმომადგენელი არ ვარ დესამისა. აი ვიტამინ D-ს ვინც არც ოლგარი, არც ამბილავი, სულ ერთია დალია დეტრივიტი და არც ერთის. ისე სულელები არიან, მოდით ბიჭო, დამელაპარაკეთ, გამხადეთ თქვენ სახეთ, რაღაც 2 კაპიკი გადაიღადეთ, მაგრამ არ უნდა დაიჭანდაბას. მით უფრო ახლა არავის არ უნდა. მოდით, რადგან თქვენ თავად მოხვედით აი ამ პროტესტამდე, რომელშიც ცხოვრობთ, ხო, უკანასკნელი 1 წელიწადია ნოემბრის ბოლოს შესრულდება. თქვენი გამოჩენა, მხოლოდ ჩემ თავზე რო ვილაპარაკო და არ განვაზოგადო, მე თუ აქციაზე ვიყავი და დაგინახავდით, რაღაცნაირად ძალიან დიდი მუხტია, რომ აი ია მოვიდა, ესე იგი რაღაც ესეთი ხდება. და თქვენი პირველი ესეთი ღია აქტივობა ყოველ შემთხვევაში აი ამ წელს უკავშირდება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეპიზოდსაც, როდესაც იქ ძალიან სამართლიანი იყო თქვენი პროტესტი. გამოხდა ხანი და მრავალჯერ ქონდა მომენტები, რომ ახლა იმარჯვებს ქვეყანა, ახლა გადაწყდება, მაგრამ ხედავთ, რომ რეჟიმი ერთი ნაბიჯითაც არ წავიდა უკან. ახლა თქვენი ბრძოლის უნარიანობა ან იმ თაობისთვის, ვინცაც თქვენ ამბობ რომ გწერდნენ, რას ეტყოდით სამშობლოს დაცვაში, რა არის კიდევ გასაკეთებელი? აი ეს არის გასაკეთებელი, მეგობარი აქტი, პეტიცია, მოვაწეროთ ხელი. მარტო ეს გადაარჩეს საქართველოს. სხვა შანსი საქართველოს აღარ აქვს და მე ამას ავხსნი. შენი თქმის არ იყოს, რა მინდოდა წვენებში, რა მინდოდა მე იმ დღეს პირველ არხზე რომ მივედი. ვაფშე საერთოდ არ ვაპირებდი იმ აქციაზე მისვლა და შემთხვევით მე და ჩემი მეგობარი მივედი და ქუჩიდანაც კი ვერ დავინახეთ რომ იქ აქცია იყო. არა და არის მეთქი აქცია, ვიღაცა თქვა წამოწამო. აი სწორედ რატო შევარდი მე პირველ არხზე? აი რატო? მივედი ჩორებდა აქცია ლა 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 ლაპარაკობე შეგვიშვი და უცებ დგევარ და უცებ ჩემ დაუნებურად უცებ წკაპ და წავედი ზემოთ. უმაღლეს მეში გადავედი თავისე ნუ იყო ეთგვარი შიფტი რაღაცა shift თუ რაღაც აი სადა მეთქი რაღაცა ხდება და წავედით. ანუ ეს ეთყობა ემართებათ ხოლმე რაღაცა გმირულ მომენტებში ადამიანებს ემართება ეგეთი რაღაცა ვის უყურე ვინ არიან ეს წავედით. აღარც მახსოვს როგორ შევარდი და რო შევარდი მარტო ის მახსოვს რომ ორგანიზატორებმა მითხრას ეხა რო შეხვედიო რა გავაკეთოთ ეს არ იყო დაგეგმილიო. ხო ეხა ვიფიქრე ვაიმე რაღაცა პრობლემაში ხო არ ეხა ისე უკან დავბრუნდი გაიგე აღარა ვარ ვაიმე ვიფიქრე რა მე პრობლემა ხო არ შევქმენი დაჭერის არ მეშინია არაფერს არ მეშინია ვიფიქრე წავიდეთ სად არის ლაივი სტუდია ხო ლაივში რაღაცა სტუდია წავიდეთ მეოთხარი გავეგ არა იქ არა ისა თვითონ ორგანიზატორები ხო რა ვიცი მე აი ესე აღმოჩნდით იქ. ესე აღმოჩნდი იქ. ეხა ნახე, აი აღმოჩნდი იყო რაღაცა მომენტი, იყო რაღაცა გადასვლა, რაღაც გმირული საქციელი, ვიღვიძებ მეორე დღეს და მხდება მილიონი წერილი, მილიონი არა, კაი, ძალიან ბევრი რა, ბევრი წერილი. ია გვიშველი, ანუ ჩემ და უნებურად გავიჩითე ლიდერი, რომლის იმედი აქვს ახალგაზრდებს და უნივერსიტეტთან იყო რაღაც ესენი და იქვე ცხოვრობდი და ვიფიქრე, ვაიმე, ეს რა დამემართა, ეს რა მომივიდა კაცო, არც პოლიტიკაში მინდა ყოფნა, არ მაინტერესებს, მე ვარ ქალი, ვინცაც 24 საათის მასაჟი მოვლა უნდა, სახე ისა, ისე პუჭი, რომ ესე გამოვიყურებოდე 58 წლის ვარ, პატარა ხო არა ვარ რა. ეს ხო არ არის რომ რაღაცა პატარა გოგო, ჩემი მეგობრები, ჩემ ხელები უკვე მართლა ესე არიან, ხო? ქალი შემოვიდა ერთხელ შეხვედრაზე, მე თქვენი პარალელური კლასელი და აი ბებერი ქალი მოვიდა რა და ცუდად გავხდი. ხო და ეხა მე საჩემილია რომ მე ეხა უნებლიე გმირობა ესე გამოვიდა. უნებლიე აბსოლუტური უნებლიე გმირობა, საერთოდ გაუაზრებელი კალკულატორული გონება. მოდი ჩეხოვის ენაზე რო ვთქვა. გამომერთო კალკულატორული გონება, ჩამერთო, გადავედი დაბალიმედან მაღალმეში, შევერდი კოსმოსში, კოსმოსიდან მოვიდა იმპულსი და იმ იმპულსმა შემაგდო შიგნით. ეხა ეს ავხსენით ჩეხოვის მეთოდეს და ეხა სხვა ვაიმე რა გიჟია, ის არის, ვაიმე რა გააკეთა, ვაიმე როგორ არიშინია, ეხა 1000 რაღაცა. არ მეშინია. შემდეგ უკვე საპროტესტო აქციებზეც და ალბათ ახლაც არა ისეთი ინტენსივობით, თუმცა იმ დიდ საპროტესტო აქციებზე ყოველთვის თქვენი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება ჩანდა
როგორც სხვადასხვა ეთერებიდან, ასევე გამზირდეს ადამიანები ხედავდნენ. შემოსაყვანელო. ამ ყველაფერს ხო აკვირდება ევროპა, ამერიკა, ამ ვიდეოს მასალას ხო აკვირდება და ამერიკა ხო დიდი ხანია აკვირდება, ტრამპი ჯერ არ იყო არჩეული. ბაიდენის ამერიკაზე ნომელაპარაკები საერთოდ და იმ დემოკრატებზე, რომლებიც შეკრულები რუსეთთან, არ მინდა deep state-ები რა. ეხლა იქიდან რომ დაინახეს, რომ ვიღაცა გმირი გამოჩნდა, ხო? გმირი ქალი. წამოვიდა რაღაც იმპულსები. რა. ხა ეს პირველწყობი ამას სხვათა შორის ექსკლუზივი გაქვს. ესე იგი, იმ პერიოდში დავდივარ ამ აქციებზე და ვდებ, მე ქუჩაში გამოვედი, ხალხი დამხვდა, ბავშვები, ია, იქ ვარდი, იების რევოლუცია დაწერა ვიღაცამ ჩემი მაისური გამოუშვა, იქ ქართლის ზედა ჩემი თავი დაადეს და რაღაცა უცებ, ჩემ და უნებო, ვაიმე, რა დღეში ვარ და გამოჩნდა ერთი ახალგაზრდა პოლიტოლოგი, რომელიც შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, როგორც რაღაცა ბინას ყიდით თუ რაღაცა და დავდე განცხადება და განცხადებით ახლა სპეცსამსახურები ხო ეგრე მუშაობენ, რომ ტექნიკურ ამბავები გამარჯვებენ სპეცსამსახურები და ეგრე ხო შემოვიდა დამიმეგობდა. მე ვფიქრობ, რომ კეთილი სპეცსამსახურებიდან იყო, იმიტომ რომ მისგან გავიგე ზუსტად მეგობარი აქტის შესახებ, რომელიც არ ვიცოდი. მისგან გავიგე და დავიწყე სწავლა, განათლება, ლაივების ჩაჯდომა, არა დემოკრატების, არა CNN-ი, BBC-ს, რომელიც მოსყიდული არის და რაღაცა. მე ტრამპის საარჩევნო იმეში, მე გავხდი ტრამპისტი, ტრამპ, მე უცებ დავიწყე მეგობარი აქტი, ლაპარაკობ, ვინიც ეს მეგობარი აქტი, კაციშვილი არ ლაპარაკობს ამ მეგობარი აქტზე, მე ვლაპარაკობ, მე ისე რა ქვია, დავიწყეს აბონციციაშვილები, ანუ ისე რა ქვია, ყოველ სამშაბათს პოლიტიკური განხილვები, ამონი იყო ეგეთი კაცი ჩემ ბავშვობაში, პოლიტოლოგი, ებრაელი, მაგარი კაცი იყო, საიდან გამახსენდა, აბონი ოღონდ არ ვიცი. ესე, მე ის ბიჭი კი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, თავისი მისია შეასრულა და გაქრა. თუმცა ინფორმაცია მან მოგაწოთა მეგობარ აქტზე ერთ-ერთი პირველი და დღემდე თქვენ საკმაოდ ბევრს ხო, ეს სიცხვილია ხალხო, ეს უნდა დავიდო. ეს ჩემი საქმე არ არის. მე ვარ ინფლუენსერი, ხო, ვთქვათ, მე შემიძლია შენ გითხრა დალიე იყავი ბრძოლის უნარია, მე ვარ ინფლუენსერი და მე ვარ მოტივატორი, მაგრამ მე პოლიტიკოსი არა ვარ. მე არ მინდა პოლიტიკაში მოსვლა. ეს ჩემი საქმე არ არის. ხო და ეს რატო დამეკისრა მე, როდესაც ოპოზიცია ხმას არიღებს საერთოდ ხმას. ციხეშია ეს ოპოზიცია და აბა მანამდეც სატრაქში იყვნენ. პაჭა და აქ რო ჩამოდეს და ამ მომრჩეველთან არ მუშაობს და მე გიჟივით დავდივარ და ტაქსის მძღოლებს და ვიღაცებს ვაძლევ და პეტიციას მე ვაკეთებ. რაღაცა მულტფილმებს ვაკეთებ, რომ რა არის ეს ისა და არც ერთი ოპოზიციური არხი რო არ მეხმარება, არამედ მე გიჟი, გასაგებია მე ძალიან ძლიერი ორბიტა მაქვს და მე შემილია გავდა, მაგრამ პეტიციაზე 5000 ხელმოწერა უნდა მქონდეს მეგობარი აქტის კაცო. დღევანდელი თანამედროვე საქართველოს ბრძოლის წინახაზე დგანან ქალები. აი ქალებთან მიმართებაში ხელისუფლებაც რაღაცნაირად ძალიან ბრუტალურია, თუნდაც აი ბოლო ამბავი ლიზა ციციშვილის ჩვენი ჟურნალისტის მანქანაში შეთრევა. არა, ნუ ეს ახლა აი კითხვა ესეთი მექნება, ალბათ 4 ხელისუფლება გახსოვთ ხო და დარწმუნებული ვარო სხვა საპროტესტო მსვლელობები იქნებოდა თუ ჟავანაძესაც მოვესწარი ბავშვობაში. ჟავანაძეს თუ მაშინ მე მგონი რა 67-იანი ვარ და აქამდე ესეთი რაღაც ჰიბრიდული ვერსია რაც ახლა მივიღეთ. არ ვიცი თქვენ თავად ამბობთ რომ სხვა გამოსავალი არაფერია თუ არა მაგალითად მეგობარი აქტი. აი რა არის ეს კაცების პარტია, ეს კაცების ერთობა რაც ახლა მივიღეთ და ის რა მდგომარეობაში ახლა არის საზოგადოებასთან ესეთი შეპირისპირებული. ეხლა მე სოციოლოგი არა ვარ, მე ჩემი გამოდაკვირვებისგან ეხლა ვიტყვი რომ ჯერ ეს ერთი ქალებმა ავიღეთ რაღაცა ძალიან დიდი პასუხისგებლობები, უკვე დიდი ხანია ეს ქალები შრომობენ, ფულს აგზავნიან, ვიცით ეს ამბები. მე მაინც ქართლის დედა და არა ქართლის მამა და ამიტომ ჩვენ ქალებს გვაქვს ყველანაირი კურთხევა ზემოდან, რომ ვიყოთ ლიდერები და წაუძღვეთ ლიდერულად გაუძღვეთ საქმეებს წინ. ჩვენი ქალები მართლა გმირები არიან, დაწყებული აი ემიგრანტი ქალები და ვინც მართლა ოჯახებს ინახავენ და არიან ძალიან ძიმე პირობებში შვილების სკაიპით აღზრდილი და ასე შემდეგ. ეს ჩვენი ქალები განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დედები, პატიმრების დედები, მართლა საოცარ საქმეს აკეთებენ, მაგრამ მე მაინც მეჩვენება რომ
აი ამ ჯგუფებშიც ძალიან დიდი ხელი ურევია რუსეთის სპეცსამსახურებს, რომელიც აბსოლუტურად ცდილობს და ჩაახშოს მეგობარი აქტის ძალა. აბსოლუტურად ყველანაირად ცდილობს ჩაახშოს მეგობარი აქტის ძალა და როცა გულისხმობ რუსეთს, რა თქმა უნდა, გულისხმობ ბიძინას. ტრამპის გზა ერქმევა აბრეშუმის გზას. აბა, მე ამან უნდა გაიაროს იქ ზანგეზურის კორიდორი, ტრამპის კორიდორი. ამან მე საქართველოზე უნდა გამოიაროს ჩემო საყვარელო და შავ ზღვაში ჩავარდეს. ეხლა როგორ ფიქრობთ? ეს ტრამპს უნდა და ამას ვერ შეძლებს? ეს უკვე დღის წესრიგშია. ეს ძალიან კარგად იცის ბიძინამ, გადასარევად იცის ბიძინამ და ყობახიძე ხატება ტანსაცმლიდან, რომ მოგვაქციეთ ყურადღება და ჩვენ გვინდა გადაწვირთვა და არავინ არ გელაპარაკებათ. ესეთი ანტიამერიკულიც არასდროს არ ყოფილა საქართველოს ხელისუფლებამ. ეხა არა, მაგრამ რაღაცა აი აქამდე მოვიდნენ იმით, რომ თლად მაღალი ტრიბუნებიდან აღარ გვინდა წარსული, იმიტომ რომ ტრამპი ყოველ წუთას ცვლის საერთო სურათს, ეს საოცრება არის. ყოველ წუთას ცვლის საერთო სურათს და ესენი უკვე შოკში არიან და ეხა საქართველოს ისე ჭირდება ტრამპს, ეხა როგორც შენ ჭირდება ჟანგბადი, ეს იცოდა. შესაბამისად, ამათ არ გააჩერებს, არ გააჭაჭანებს აქ. ერთადერთი პრობლემა აქვს ტრამპის ადმინისტრაციას. ვერ ნახეს ადამიანი, ვისაც დაელაპარაკებიან. ლიდერი არ აყავთ. აქ არავის არ ენდობიან საერთოდ. არც იმ შესალომე ზურაბში, რომელიც ვიცით რომ რუსეთის სპეცსამსახურების ჩათესლილი ადათა და ბაბადან და ბავშვობიდან რუსეთის სპეცსამსახურები იყო, დანარჩენი ოპოზიციის ლიდერები, ვინ რა რითია გაკეთებული, ყველაფერი იციან აბსოლუტურად. მაშინ სად არის ახალი ლიდერი? ალბათ ციხეში არის ახალგაზრდა ლიდერი, ციხეში არის ჩაწყდეული რომელიღაცა, ამ გვარებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათ იქ არის. ახლა რუბიო არის ჩვენი კაცი, ხო? ჩვენიანია, რუბიოს უყვარს საქართველოს და ჩვენთვის არის. არ გააკარეს არავინ. აი თქვენ როგორ ლანძღავთ ტრამპს. მათ შორის მიშა სააკაშვილიც. რომელმაც ვერ დააყენა ერთი ადგილი. თავად სააკაშვილზე ქართულმა ოცნებამ ძალიან დამბრიდავენ და მოხდება ვარდების რევოლუცია, იების რევოლუცია. ხო. ძალიან დიდი პროპაგანდა თავად ქართულმა ოცნებამ სააკაშვილზე ააგო და წლების განმავლობაში მიშა მოვა, მიშა შეკჭამდა, ამით გადიოდა ფონს და ახლაც აგერ ციხეშია, დამატებითი ბრალი წარუდგენს და ისევ სააკაშვილით გადის ეს ძალა ფონს და თან თქვენ თავად ახსენეთ, რომ ბევრი რამ შეიძლება სააკაშვილის მხრიდანაც არ იყო თანხwebdriverში იმასთან, რაც ქვეყანას ამ ჩიხიდან გამოიყვანდა. რა? მე არ უყურებ ტელევიზორს, მე არ უყურებ საინფორმაციოებს, ეს აკრძალული მაქვს. კარგი რამეა. და რატო? ნახე, რომ ტვინი არ ამერიოს, იმიტომ რომ ჩემი ტვინი ერთი მიმართულებით მუშაობს და იქ, რასაც გავიფიქრებ, ყველაფერი ჯდება თავის ადგილზე. ეს აგე და ვეღარ აზროვნებ, არ შეიძლება. რაც შეეხება სააკაშვილს. სააკაშვილმა, ну, რა თქმა უნდა, დიდი ლიდერი იყო, უდიდესი პოლიტიკოსი იყო, ყველაფერი გააკეთა, ეს ვარდების რევოლუცია სოროსის დახმარებით იყო, თუ რაც იყო. გავიგეთ, მაგრამ ის იყო პიროვნულად ძალიან სუსტი ადამიანი, საერთოდ არ გააჩნდა არანაირი ადამიანური ქცევები, როგორც ვთქვათ, აი რაღაცა ეტიკეტი. მიშამ დაკარგა ეს ყველაფერი თავისი პიროვნული გაუთრელობის გამო. თორე როგორც პოლიტიკოსი, ის დიადი პოლიტიკოსია და მე მას პატივს ვცემ, მაგრამ პიროვნულად და როცა ეს პიროვნულადაც არ ვარგიხა და ამხელა პოლიტიკა, ეს ძალიან ცუდი რამეა. ეხლა ოცნება აკეთებს ყველაფერს, რომ შენი ყურადღება, ამომრჩევლის ყურადღება გადავიდეს მეგობარი აქტიდან. ამიტომ ყველაფერს გტენის ისეთ ინფორმაციას გიბრუდავს, ტვის გიბრუდავს. ხომ არ უნდა ოცნება, რადგან ხელის შემშლელი ხართ, თქვენთვისაც მოამზადოს ბრალი. მომზადებული აქვს ერთი ბრალი, რომელზედაც შეტანილი მაქვს საარჩილი ტელეიმედმა დამაანონსა, როგორც ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი, რამაც მე ძალიან დიდი მორალური
და სულიერი ზიანი მომაყენა და მე მათ ვუჩივი და მოვითხოვ კომპენსაციას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აი სწორედაც ესეთი კვალიფიკაციები აქვს ყველა იმ ბრალს, რომელიც ახლა ოპოზიციონერ ლიდერებს წარუდგინეს და კიდევ ის წარუდგენენ კაც მარიცის, მოლოდინი რომ შესაძლოა თქვენს განსაჟელის გამოჩნდეთ ეგრეგორია. თქვენ თუ შეამჩნიეთ, რომ 10 სენატორმა სულ ახლა ხანს დაწერა წერილი და გაუგზავნა მარკ რუბიოს, ამ სენატორებში არის ჯო ვილსონიც ჩვენი მეგობარი, აქტის მეგობარი, საქართველოში ამერიკის მოქალაქეებს შესაძლებელი საფრთხე ემუქრება და რომ უნდა ვიყოთ დაცულები. მე ამერიკის მოქალაქე ვარ. ეს იმუნიტეტი რომ არ გქონდეთ. თქვენს მიმართ არ არიან ეგეთი აგრესიულები, ვერ ნახავ, რომ ქართული ოცნების ვინმე წარმომადგენელი ტროლები გადამივლია გავეჟი ბოზო ჩატლახო, შენ დედაც მოტყან და ეს იდინა ხვიყლეო, კი ბატონო, სია. ხოდა აი რაღაც ვარიანტი და იცი რა არის, მე სხვადასხვის ახლა არ ვიცი შევანო შოუს უყურე თუ არა ვიყავი ვანოსთან, ხო? მართლა ამერიკის საელჩოშიც რომ მივედი შეხვედრაზე, ეს კითხვა დამისვეს, რომ თქვენო რატო გაქვთ ეს საიდან ეს ის ამერიკის საელჩო ოღონდაც რომ მომშიც მე ვიყავი, ის დემოკრატებიც ავსე ტრამპ ჰეიტერებით, ეხა ის გაიწმინდა. ეგ ცალკე პრობლემაა. მე ვთხარი, მე მაქვს 5 ამბავი თქო და ჩამოუთვალე. პირველი მე ვარ ლეგენდა და ლეგენდებს ხელს ვერ ახლებენ, ნახავ, მე მაშინ პატა არ იყო დაჭრილი, მაგრამ პატა ლეგენდა არ არის. პატას თავი არ დაუდიათ ქართლის დედაზე და ჩემი გააკეთეს ხალხმა რა რამენაერად ეხა შევარდავროთ თავში არა მაქვს ავარნილი თავ ამაზე ღადაო ყველაფერზე ეხა როგორ შეიძლება სერიოზულად ყველაფერი მიიღო ნომერი 2 მე ვთხარი გონიათ რომ მე ვარ ამერიკის სპეცსამსახურების წარმომადგენელი და უკვე დადის ეს ჭორი რომ ია ამერიკის სპეცსამსახურების თანამშრომელია და ძმის საფლოსფიცა ვარ არც ერთთან არ მქონია კონტაქტი და არც ხელფასი მაქვს არაფერი ხა მაგაზე ხატებთან დავიფიცებ ესე არ მუშაობს ამერიკა რა. ყველაზე ხო. Number 3 მე ვთხარი რომ მე ძალიან სერიოზული ეზოთერიკოსი ვარ და იმის გამო რომ შეერთებაში ვარ ხშირად, ჩემი შინ ეზოთერიულადაც ბიზნეს გესმის შენა რაღაცა არის აქ. თან რაღაცები ეთყო მოყოლილი აქვს ჩემ რაღაც გრძნეულებებზე და ის პატივსაც მცემს ალბათ. Number 4 მე ვთხარი ვიღაცას ხო უნდა გამოაშვებინონ ორთქლი ხო ესეც ხო შეიძლება ხალხი ვიღაცა მორთქლილა და გასკდა ხალხი ხო და ნომერი 5 მე ვთხარი ფიქრობენ გიჟი მაგის დედაც უტყან ილაპარაკოს რამდენიც უნდა აი მართლა ესე ვთქვი ეს ხალხი თავიდან ესე მისმენდა და ბოლოს ესეთი მიწაფეთები იყვნენ თქვენ თავად ახსენეთ ტარო და ტაროს კარგად კითხულობთ თუ კი ტაროს დასტაში მხოლოდ ერთი კარტი ამოგივა და ეს კარტი იქნება ბედის ბორბალი რას გვეუბნება ესეთი სურათი? რასთან მიმართებაში? თუ პოლიტიკასთან მიმართებაში ბედის ბორბალი ამოვიდა და ამას მეკითხება ადამიანი რომელიც პოლიტიკაშია და მეუბნება საქართველოს რა ბედი საქართველოს ბედის ბორბალი ტრიალდება უკეთესობისკენ. თუ ბედის ბორბალი ამოვიდა იმ სიტუაციაში რომ მაგალითად რაღაც ურთიერთობების შესახებ კითხულობს. ხოლო და ბედის ბორბალის შესახებ ვისაუბროთ. ბედის ბორბალი შეიძლება სხვადასხვანაირად განვიხილოთ კომბინაციებთან მიმართებაში, მაგრამ საქმე იმაშია რომ მე ესე არ ვკითხულობ რომ აი ტაროს წიგნები და რომ მე ხა 6 წლიდან კარტშლი. ხო? თქვენ რომ ჩემ ბავშვების მეგობრები ნუ პაგაძიების და რაღაცებს და დადიოდნენ რეპეტიტორებთან, მე ცოტა ოროსანი ბავშვიც ვიყავი, იმიტომ რომ ცოტა კოგნიტიურად მიჭირდა საგნების სწავლა, მაგალითად მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, მაგრამ ჰუმანიტარულები შემეძლო რა. ხო და ბავშვები დავშლი კარტს, მომწონდა ეს, იმიტომ რომ მაგ იცი სხვადასხვის ჰოროსკოპშიც მაქვს რაღაც აი თლიანი დავითის ვარსკვლავი არა მაქვს მერთმა დაიმბარო ძალიან მძიმე კარმა არის ოდნავ ცოტა აკლია იმას შეერთებას ანუ არის რაღაცა სადაც შეგიძლია შენი წარმოსახვით იმოგზაურო განზომილებებში და იქიდან ინფორმაცია ჩამოიღო ამიტომ ბედის ბორბალი რასთან მიმართებაში და მე რა ინფორმაცია წამომივა იმ წუთას ისე უნდა თქვა ხო ლოგიკურია კი ისე უკონტექსტოდ რთული ხო თორე ასე AI-ს კითხე და გეტყვი არა კეთილი მოკლედ მე თქვენ გნახეთ პირველად ცოცხლად როდესაც დაგინახეთ ვიყავი ძალიან პატარა და დაგინახეთ დუშეთში
მედუკას ის ხო არ იყო, მედუკა მიდიოდა ამერიკაში, ჩემი დიშვილი და იქ ტაძარში გადაიხადეს პარაკლისი. თქვენი დიშვილის მეგობრები და მე საერთო მეგობრები გვყავს და მაშინ დაგინახეთ პირველად. აი იმ დროს, ეკრანს ამერიკიდან ვიყავი ჩამოსული მაშინ. დასასვენებლად ხო? არ დადაგებსო. ხო და რადგან დუშელი ვარ, ეხლა სეპარატიზმმა იღვიძა ჩემში და დუშეძე მინდო და მეკითხა რამე კავშირი გქონდა თქო თუ. აი დუშელი იყო ჩემი დის ქმარი, ნუგზარი კაიშაური და ჩემი და ხშირად ჩადეს ნუგზარის მამა-პაპისეულ სახლში და რა ვიცი, კაი ხინკალი და კაი ხალხი და კაი ატმოსფერო, ძალიან მაგარი ქალაქია დუშეთი და ძალიან ესეთი ვაშკაცი ხალხი, ძალიან გაბედული ვაშკაცი და ესეთი აი მებრძოლი ხალხი ცხოვრობს იქ, მე რასაც დავაკვირდი, აი დუშელი უკან არ დაიხევს, არ გაკყიდის, არ მივხვდი რაღაცის გამო, აი ხა დღეს მოვდიოდი ტაქსში და მე ქართველები ძალიან გამყიდველები ვართო. დუშელი არ გაკყიდის, მე ასე ვფიქრობ. კეთილი, თან ერთი გამოთქმაც გვაქვს, თუ გინდა კაცი გამოხვიდე, დუშეთში უნდა ამოხვიდე. და ხო დუშეთი ისეთი ქალაქია, სადაც უნდა ახვიდე და უკან უნდა დაბრუნდეს, სხვაგან ვერსად ვერ წახვიდე, უნდა ჩამოხვიდე. მოკლედ, სანამ დაგემშვიდობებით, თავისუფლად მინდა გაჩუქოთ უკანასკნელი ღამე დედამიწაზე, ომი ქალის თვალით, სამი ქალის მიერ დანახული ომია, თან კომიქსია აწყობილი, ფანტასტიკური წიგნია და ახალი გამოცემაა. ძალიან მიყვარს და მინდა რომ სიყვარულით მესამე ფურცლის სახელით გადმოვიდე. შენ ხო არ დაწერე? არა, ჩემი რომანი შემიძლია გაჩუქო, უბრალოდ რაღაცნაირად ვერ მივეცი ჩემ თავს უკნა. აი, მე რას ლაპარაკობ. წიგნები ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა აღარ ვკითხულობთ წიგნებს ამ ბოლო დროს ინტერნეტის ყალობაზე, მაგრამ აი, ნახე რა კაი წიგნია. მიხეილ ციხელაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ლუკა ლაშხი, უკანასკნელი ღამე. ხო და ნახე, უკანასკნელი ღამე დედამიწაზე ძალიან მნიშვნელოვანი სათაურია და ეხა დავაკავშირებ. ესეთი თეორია არსებობს, რომ აი AI ატლასი რატო შემოვიდა ჩვენს სისტემაში, მზის სისტემაში, რატო შემოდის, რატო გვაკვირდება ჯერ ის, იმიტომ რომ გაჟღერდა ატომური ბომბის აფეთქების და ბირთვული კატასტროფის საკითხი გაჟღერდა ამ ლიდერების მიერ და ეგრევე შემოვიდნენ. მართლა იმაზე აღარ არის ლაპარაკი, რომ ისე კომენტარი თუ რა არის, ძალიან კარგად იციან რაც არის. და გააფრთხილეს. გეყოფათ ომები. თქვენ გაქვთ მოცემული ფული, როგორც მონები ვართ ამ ფულისა, ხო? ფულის მონები ხო ვართ? აბა რა ჯანდაბა ვართ, ხო? აი ამ იარაღით, რომელიც გაქვთ მოცემული ფულით, იომეთ ერთმანეთში. აი ამ ტარიფების ომებით, იმეებით, ამე ეკონომიური გაცვლა გამოსვებით გეყოფათ ადამიანების ყლა. თორე გექნებათ უკანასკნელი ღამე დედამიწაზე. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. გაიხარე. მადლობა.